მოგესალმებით ყველას, დავრუნდით უკვე ჩვენი მაფიით და ესე იგი წინა ეპიზოდში რა მოხდა? მინდოდა რომ უფრო მომეყოლა და ასევე კიდე განმემართა ეგ ამბავი და ინტერვიუზე რაც შეეხება, როცა იქ ლაპარაკობდით ჩვენ ვიღაცა ერთ დეტექტივთან, როგორც უკვე იცით, ანუ ეგ ამბავი ხდება თუ არ ვცდები 1940-ში, მაგრამ ეს ამბები ახლა რასაც ჩვენ გავდივართ, ესენი ხდება 1930-დან 40-მდე, ან 40-ის ჩათვლით. და ამ პერიოდში ტომიმ გაიარა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ character development-ი, ანუ ჩამოყალიბდა როგორც კაცი და პერსონაჟი და იყო ტაქსისტი. მერე კიდე ავიდით რანკებზე, ეხლა კიდე არის ფაქტიურად საუკეთესო განგსტერი და მაფიოზი მთელს ამ ქალაქში. ეხლა ჩვენ სადაც ვართ. ხო და იქიდან გამომდინარე რომ უკვე ამდენი საქმე გავაკეთეთ და ყველაფერი ფაქტიურად კარგად მიდის. დაფიქრდა რა, ესე იგი დონიც რომ აი თუ იმ შემთხვევაში ეხა მორელოს აქვს ამდენი ფული, ამდენი პოლიტიკოსი არის მის მხარეს, ამდენი პოლიციელი არის, ამდენი კიდე ვიღაცა სხვა, მაშინ ანუ რა შეჭირდება ამდენი ფული, ან კიდე ამდენი ადამიანის მოსყიდვა იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავს ვერ იცავს ჩვეულებრივი ადამიანისგან, როგორც თუნდაც აი მე ვარო, ანუ ტაქსისტიო რა და ტაქსისტისგან თუ ეხა თავს ვერ იცავს, მაშინ გამოდის რომ ეგ ფული და ეგ ხალხი ყველა დღეს მოსყიდულიო. მერე კიდე ფოტო ნახამ, რომელსაც აი მორელო უყურებდა, კი არა და სალიერი უყურებდა წინა ვიდეოში და თუ არ ვცდები, ეგ არის ანუ სამივე ბოსი ესე რომ ვთქვათ, ერთად შეერთებული. ეგ იმას ნიშნავს, რომ აი სალიერიც მე მგონი მაგ ფოტოში იყო, მორელოც და პოპენიც მაგ ფოტოში იყო. მაგრამ პოპენო თუ არ ვცდები, დაიხრჩო, იმიტომ რომ თუ არ იცოდაო თუ რაღაცა ეგეთი. მორელო და სალიერი გადარჩა. მაგრამ საბოლოოდ ანუ მეგობრობა ამათ შორის ესე რომ ვთქვათ გაიყო და ერთი გავიდა სხვა ქალაქში რომ ვითომ დონი იყოს, მეორე კიდე აქეთ გადმოვიდა რომ აქ იყოს დონი, ანუ სალიერი. და ეგ იყო ესე იგი მთლიანი ამბავი, რაც მოვყევით იქ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ კიდე ფაქტიურად ტომი გადაიქცა ცივსისხლიან მკვლელად და კლავს ანუ ესე ამ ხალხს და ბოსებს და ასე შემდეგ, უკვე სისხლში გაუჩნდა რა და DNA-ში გაუჩნდა რომ ხალხი უნდა მოკლას. და მაგიდან გამომდინარე, ანუ როცა დავდიოდი გარეთო, ფაქტიურად აი ყველას ვხედავდი თუ როგორ ქონდათ სამიზნე შუბლზეო. და მაგიტო მე უკვე მეც რო სარკეში ვიხედებოდი, მეც დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჩემს შუბლზეც იყოს რაღაცა სამიზნე და ვიღაცამ ჩემი მოკლა გადაწყვიტოს, ან აი პოლიცია იქნებაო, ან კიდე ვიღაცა სხვა ჯგუფის ან გენგის ან მაფიის წარმომადგენელი ხალხი რა. და აქედან გამომდინარე, ეხა უნდა რომ ამ საქმეს ვაფშე ჩამოშორდეს, რომ აი ჯერ ერთი შვილი ყავს, როგორც ვიცი, მერე კიდე ცოლი ყავს, წინა ეპიზოდებში კი გავიგეთ ჩვენ ვინც არის მაგის ცოლი უკვე. და არ უნდა რომ საფრთხე შეექმნას ან მის ცოლს, ან კიდე არ უნდა რომ საფრთხე შეექმნას ზოგადად აი საკუთარ თავსაც რა და პოლიციასთან და პლუს კიდე აი ხალხთან ზოგადად უნდა რომ იყოს ჩამოშორებული და კარგი ურთიერთობა გქონდეს. ვახ. აქედან გამომდინარე, ეხა მე მგონი თანახმა არის რომ დონი ჩაუშვას, მაგრამ იმ პერიოდში 1940-იან წლებში უკვე როცა ეს ინტერვიუ იწერება, დარწმუნებული არა ვარ, რამდენად არის ცოცხალი ჩვენი სალიერი და რამდენად არიან კიდე ცოცხალი პოლიც და სემიც. მაგრამ ალბათ გავიგებთ და როგორც გითხარით უკვე, ალბათ ჩაუშვებს ყველას იმისათვის რომ საკუთარი თავი გადაერჩინოს და პლუს კიდე ფულზე იყო ლაპარაკი, რომელიც დონ სალიერს და დონ მორელოს ჰქონდა შენახული და მაგასაც კიდე გადმოგცემო დეტექტივს უთხრა, ოღონ უნდა დამპირდე რომ არაფერი დამემართებაო და არაფერი დაემართება ჩემს ოჯახსო, ტომად ხო ეგეთი რაღაცა. ნუ ეგ არის ესე იგი მთელი ისტორია ახლა და მე მგონი გაიგეთ და დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ავხსენე. საუკეთესო ზეთი, ანუ ზეთი შესვლა არის რო ვთქვათ 3 საათიანი სერვისი. კაია, რომ აი 1923 წელს ზეთს ცვლიდნენ. არა და არ მეგონა ეგრე თუ იქნებოდა, მაგრამ ოპა, ახლა სნაიპერი გვექნება მე მგონი. ტომი. Boss said you got something for me. Boss მომიხარ რაღაცა გაქვს ჩემთვის. I got a shipment in from a guy at Fort Stanmore. Salieri wants this to run like clockwork, so no heat till the guy's head bursts. მოკლედ ერთი ტყვიაო რა და stash one of these. თავს გაასმოვიფო იმასო. ტონი მყავდაო ერთი რომელმაც ეს გადმომცავა. Yeah. მაღალი ციხე იქნებაო? ხო რა, ოჯახსო ძალიან დიდი ისტორია აქვს მანდო. Ain't so classy. So watch yourself. Little Tony locked the rifle up tight in a room with a view. არც ისე კლასიკურები არიან და ფრთხილად იყავიო რა მაინცო. Sick of that politician shit in the papers, Tommy. We own this town now. პოლიტიკოსებმა უკვე დამღალესო, მე კიდე ჩვენ ვართ რა ამ ქალაქში ვიხა მარტო და არა პოლიტიკოსებიო. მომეც იგი რა.
მოკლედ დაკეტილი არის ერთ კარებიო, მაგრამ გასაღები რომელიც მოგეცი ხა მაგისთვის არის რომ კარები გააღო. ხო და წავით მაშინ. მანქანა გვინდა ეხა იმხელა ხმა იქნება. ნუ ეს ძალიან ხომაღალი მანქანაა, მაგრამ აუ რა კაი სალონი აქვს, თან ხო არ გადავალ, მაგრამ ერთ-ერთი არის რომელიც არის ძალიან სწრაფი. ამიტომ ხმამაღლობა უნდა ავიტანოთ. მოიცი საით არის? არც შორსა. ნუ ერთი მინუსი ამ თამაშს აქვს არის ის, რომ ესე იგი ადამიანს რო დაეტაკო, ადამიანი არ მოკვდება, მაგრამ სისხლები მაინც დაეხატება შენს მანქანაზე. ნუ ეგ არ ვიცი რა რამდენი მინუსი არის, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ამაღნიშნეს რო თქვათ. კიდე რაღაც აჩივმენტების აღება შეიძლება Steam-ზე, უნდა გატეხო, მე მგონი 5 მანქანა. ეხლა ალბათ 4 მანქანა დამჭა რომ გავტეხო და ავიღებ მაგას, მაგრამ მეზარება ეხლა მანქანების გატეხვა და რაღაცები. თუ მაფიოზი ვარ, მინდა რომ მაფიოზი ვიყო ისე და არა ქურდი ან რაღაცა განგსტერი. მადლობა რომ გამიშვი. ეხლა ვისკლავთ, არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა კაცი ყავს მიზანში ამოღებული. მე მგონი ეგეც პოლიტიკოსი იქნება, რომ ვინც დაიჭირეს, მაგრამ ციხეში არისო და ციხეში თუ არის, მაშინ საფრთხე ჩვენ როგორ გვიქმნის საერთოდ. აუ რა კარგად ფეთქდება. ამაზე გამახსენდა მართლა კიდე მანქანების შეკრებას აპირებენ შაბათს. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეგეც მოხდება. დიდი ვარაუდით ეხლა მე რომ ამ ვიდეოს დავდებ, ეგ უკვე ან მოხდარი იქნება, ან კიდე პროცესში იქნება მოხდომის, მაგრამ მაინც. ოპა. მაგრამ აქ ციხე როდის მერე იყო კაც? რაღაცას გვატყუებენ ესენ ჩვენ. აუ ესე იგი მაინც მისრიალდა რა იქამდე. აუ იმხელა თორქი აქვს რომ აი ვერ დადის მანქანა, ვერ ეჭიდება. ეგ არის. მაინც მოვიდეცა მაგეროს. კარგი, ალბათ აქ უნდა ავიდეთ სადმე, მაგრამ კიდე გეუბნებით, აქ ციხე როდის მერე იყო, არ მახსოვს და არც ვიცი. ეს რა ადგილია საერთოდ? თითქოს აი უსახკაროებისთვის. აქ მოდიო. ციხე ყოფილა მართლა. ტონისთან ხარ? ხო. შენ მეგობარმა თქვა, რომ დაცვა გინდაო რა აქავრობისო. დიალოგის ხმა არის მის საერთოდ, აი ძალიან დაბალი არის და რატო არ ვიცი, მე ძლივს მესმის შესაძლებლობა რა გობენ. შენ ქვემოთ. ჩვენ აქედან არასად არ მივდივართ. მოკლედ ქვემოდან გადიო რა. კანალიზაციებიდანო. წაყევი ჰობოს კვალს. მაგრამ იარაღი არ წამომიღია, იმიტომ რომ არ მომცა იმანდა როგორ მოკლა ეხა ეგ. მე მგონი ჩხუბი აქ დამავიწყდა რომ ფიუთი არის. მე მგონი ეს თამაში ზოგადად დამაშებელი არის კონტროლერებით და mouse and keyboard-ით არც ისე კარგი სათამაშო არის. ხო და როგორც გეუბნებოდით, ანუ იარაღი არ წამომიღია, იმიტომ რომ ვერ ავიღე იმისგან და არ მაძლევდა, ალბათ ბაგი იყო რაღაცა გაჭედა. და არ ვიცი, იმედია რომ რო ავალ ეხა აქ დამხვდება მაინც, რომ ვიღაცამ დავი დადო ან რაღაცა ეგეთი. თორე როგორ მოკლა ის? რატო არ გვტოვებო რა? რა გინდა შენ რა? ეს ჩვენი სახლია, გაიგე? კაი ძმაო. პოლიცია შენ ხარ? ისე ვარ ჩაკეტილი რომ აქ ვერ შემოხვალო. ანუ ესე იგი მოწონთ რა აქ აურობა და ციხეში რო არიან ეგ მოწონთ ეგ ფაქტი. გაუშვიო. კაი გამოვშვით. ეს არ მოინტერესებს ხა იქ საინტერესო არაფერი არ იქნება, ანუ არ მგონია ყოველ შემთხვევაში. გაიქცა ეს ტიპი, მე გადავები? ადამიანს ანუ ვეხმარები რომ ციხიდან გამოვიდნენ და გარბიან. ამას გულიერეო. აქ ვაფშე როგორ ცხოვრობთ, ან როგორ მოგწონთ რომ აქ ხართ?
ამ ქალს არ უნდა აქ. You know the guard tower. Up through the main cell block. Gates locked most of the time. Keep the feds out. ზემოთ არისო რა ეგო. მაგრამ დაგეტილი არისო ხშირად და ფრთხილად იყავიო მაინცო. და გასაღებები კიდე არ ვიცი სად არისო. კაი და როგორ ავიდე მანდ? კაი მოდი აქ ამას გავაღებ ახლა მე კიდე მაინც ყოველ შემთხვევაში და როგორ ჩანს კიდე აქაც მოგვიწევს ძალიან ბევრი ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ იარაღები არა გვაქვს. რადგან მედკიტებით არის სავსე აქაურობა ფაქტიურად. დეივიდ, სადა ხარ? მე რა ვიცი სადა. ტყვიები არის, მაგრამ სამაგიეროდ არ მაქვს იარაღი. როგორ მოუკლა ეხა ეგენი არ ვიცი. ეს ვინ არის? რა მხელაც იქია თან როგორი რაღაც მოულელივით არის ანუ რა გინდა აი გაიც იქეთ გადააგდე მალე მოხედავ რა ხო აი მეც მალე მოხედავ ეგ არის კაიჭედა კაი Guard Tower-ი, საით არის Guard Tower-ი, ხა ანუ რამდენი ხარ უნდა ვიარო, ხო შეიძლება რომ მანიშნოს მაპზე, საით არის ეგ Guard Tower-ი. ამას კიდე არ ვიცი უნდა ვაღებდე თუ არა. წაყევიო კიდე follow-ო და სად წავყვე მაგის ნიშნებს, ეს ზომბის ხმა იყო ხარ ალბათ. როდესაც ანუ არ არის რა, არანაირი ნიშანი. იმ ახლა გადი აქედან რო წერია მაგას თუ გულისხმობ როგორც ნიშანი არ ვიცი. მეგონა რომ უფრო მეტი იქნებოდით აქ რო აქედან გაგვიყვანეთო. შეიძლება ციხე კი არის, მაგრამ ისე არის გაკეთებული ეს ციხე რომ ვითომ არ მუშაობს, ანუ აქ არ მუშაობს ხო რა ეს ციხე, მაგრამ სამაგიეროდ საქმე ისაა რომ ანუ უსალკაროები არიან შემოსული აქ და იყენებენ როგორც საკუთარ სახლი. ალბათ, არ ვიცი. კარგი, აქ ამოვედი, მაგრამ კიდე გეუბნებით, იარაღი არა მაქვს. ლამაზი კი აქაურობა, მაგრამ იარაღი არა მაქვს. აუ, დავხდეს რა აქ იარაღი. კიდე კაი არის. კაი. და იმ ხელაზე უნდა გავარტყოთ ეხა თავში ჩვენ ვიღაცა ადამიანს. ციხეში კი არ არის უეგ ადამიანი. ციხიდან უნდა ვესწროთ ამ ადამიანს. და ალბათ ბოლო პოლიტიკოსი იქნება ეს. პირდაპირ ვესწროთ თუ ჯერ უნდა დავამთავროს ამ საუბარი. აი. არ ვიცი რა უნდა მექნა გადააგდო თან. ხო მოგელდი. წყალში უნდა გადაგაგდო ესე იგი არა უფრო უკეთესი იქნებოდა. ძველი ციხიდან ისროლესო. აუ მე გადავები. ეხლა თუ გავიტიშე მალადეს მე. Shit. ნუ გადაშვით არ გავიტიშე. რამდენი ხანი ვიყავი ოქ. სხვადასხვის რა მაინტერესებს ახლა საიდან გაიგეს რომ ტყვია წამოვიდა იქიდან ანუ ძველი ციხიდან ნუ პრინციპში ახლა არც ერთული იქნებოდა მაგრამ რატომღაც აი მე ამ ხალხს ანუ ამ ძველ ხალხს ამ თამაში უყურებ ცოტა სხვანაირი თვალით რა მგონია რომ ვითომ ძალიან სრულელები არიან არა და შეიძლება არც იყვნენ ეგეთი სრულელებიც ეხლა ამ ლაბირინთიდან გამიყვანა მე და არ დავეძებ აი ხო კიდე რასაც გეუბნებოდა ჩვენი ის დეტექტივი იყო ის რომ იმის გამო შენ რაების გაქვს განაკეთებიო და რაებიც ახლა შენ აღიარეო მაგის გამო ან სამუდამო ჩაგვსამენო ციხეშიო ან კიდე დაგჭიანო სიკვდილით რომ ანუ იმ სკამზე დაგაჯენენო ვერ გავიგე ანუ ციხე ყოფილა მართლა მაგრამ ესეთი მოულელი რანაირად არის ციხე აი იარაღი ავიღოთ და აქედან მოусვათ როგორ მე სნაიპერი რო არ ამათ არ ჭირდა პისტოლელებიდან აქედან წავიდი ალბათ აი გეუნებით გაბრუებული ვარ მართლა აზრზე არა ვარ საერთოდ წავიდე. Просто ეხლა დავდივარ ესე რო ვთქვათ.
ნუ მაპზე შეიძლება რომ მოიცა აქ რაღაცა არის. მაპზე შეიძლება რომ შევხედო, მაგრამ ეგ კიდე მეგონი უფრო დამაბნეველი არის. კაი, ეხლა ალბათ აქეთ მწავიდე. მე აქ ეხლა წრეებს ვარ წამესი არ გამოვა. აქ ხოლმე შევიდე. ხო აქ, ეგ არის. მაგრამ ამის გაღება ეხლა ვსო. არა, აი მართლა დაბნეული ვარ და ეხლა ვლაპარაკობ ამ ეპიზოდში წესიერად. თავიდან კი დავიწყე კარგად, მაგრამ აი ეს ძალიან უცნაური ეპიზოდი არის, რომ ეს ბოდიალი მიწევს. ანუ ვერ ვიტან რა აი ამას გაეკიდე, იმას გაეკიდე, რაღაცა ასე იბოდიალი ეგ ადგილებში, ლაბირინთში რაღაცა. თამაშო, რას მიკეთებ? ეხლა პოლიციელებს ჩამოგდი აქ. მაგრამ არა უშავს, კიდე გეუბნებით მე სნაიპერი ვარ და ამათი მოკლა პრობლემა არ იქნება. მე შოთა ვარ და ტყვიაში ვაჯენ. ნუ ამათ ტყვიებს ავიღებ. დაგიჭირეოდა კი იგაც როგორ არა. ეხლა ვარ. ნახე ეხლა ვერ ვხედავ, მაგრამ ეგ არის. მაინც ეჩოთი. აუ 4 პოლიციის ის მარი. ვერ გაიქცევიო რა, ყველა პოლიციელი არის გარეთ. ვერ გავიქცევ მაგას განახებთ ახლა მოიცადე. პოსტა მანქანამდე მივიდე. და გავიგონე და აქედან როგორ გავიქცე ვაფშე, ან როგორ გავიდი აქედან. აქ არ არის გასასვლელი. სადაა ძმა გასასვლელი? მანახეთ, ოღონდ და თუ არ გავიქცევი განახებთ აგი, როგორ მანქანამდე მივიდე როგორმე. მოკლაო და ხო, გაპარავქენი. მოდი თან მეტ კიდე ავიღოთ ახლა ჩვენ. და წესით აქ უნდა იყოს რაღაცა გასასვლელი, იმიტომ რომ აქ მახსოვს. მე მგონი ეს არის. ხო, ეგ არის, კიდე კაი. გარეთ მე მგონი 2 პოლიციის მანქანა დის, მაგრამ ამათ როგორმე გავიქცევი, просто მანქანაში ჩავარჯინე და ყველა პოლიცია, ყველა ოფიცერი. ამით ის უნდა გავიქცე, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ვიზამ. მომკლავარ მე მგონი ისინი. აუ არა რა, მანქანით ვერ გავიქცევ ვერავის მე. 5 პოლიცია არის თან, ანუ 5 ვარსკვლავზე არის. და რაღაცა ჯართი მანქანით გავბივარ. აუ, წინ რამდენი არია ნახე. რას მიკეთებ? აი, იქაც არიან და ამიტომ მოდი აქ შევიდეთ ახლა ჩვენ უცებ. შოტგანს მესვიან თან ძმები, შოტგანს. ვახ, ბიჭო, ის ჩემი მანქანა სად არის? დოჯი. ისე ვერ გავიქცევი ამა შანსი არა. არ მოიცადე, ერთი წამი აქ რაღაცა იყო. ხა რუკაზე არ ჩანს მანდა მაინც. ანუ ისეთი რაღაცა რა, მშენებლობის ადგილი არის და მაქედან უფრო მარტივად შემიძლია გაქცევა. ეს თვით მოტოებით ეს დამზევენ? სადაც აქეთ იყო და იქნება დავინახო ეგ და ცოტა ხანი აი, გამოჩნდა. ცოტა ხანი მაინც რომ ჩამოვიშორო ესენი. თუ მივაღწია მაგამდე ის რომ არ მომკლეს, თავარია წინ არ დამოხდეს ხა ვიღაცა პოლიცია. და პრინციპში ანუ არც ვამტყუნ შორდებიან. არც ვამტყუნებ ტონის რომ უნდა რომ დონი ჩაუშვას და კიდე ზოგადად უნდა რომ მოშორდეს ამ ბიზნესს, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ხა ცოლ-შვილი ყავს ადამიანს და რა თქმა უნდა, არ მგონია რომ ვინმეს აი ვინც ცოტა აზროვნებს, უნდადეს ის ფაქტი რომ კიდე მსგავს ბიზნესში იყოს, როდესაც აი სულ მკვლელობა ემუქრება ფაქტიურად, იმიტომ თუ სად მუშაობს და როგორ მუშაობს. და უნდა რომ მორჩეს რომ აი შვიდად ცხოვრობდეს. ეგ არის, გავაკეთეთ. სხვა დროს დავიჯერთ.
რავი, მომენტ თუ ნახე გაჩერებული მანქანა, ბარემ გავტეხავ მაგასაც, რომ აი აჩიმენტისთვის მქონდეს. კი ვამბობდი რომ მეთქი არა თქო, მაგრამ თუ ნახე რატომაც არა. აი რა შვება ხა ეს ტაქსი. მე ხო ვიყავი ტაქსისტი ადრე, მაგრამ ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებდი და ესენი კიდე ვინ არიან? მოდი ამას გავტეხავ. და კიდე მაინტერესებს ხა გატესტო ემისი, ამასთან თუ მივალ მოვა თუ არა ვიღაც NPC, ვისაც გონია რომ ეს იმის მანქანა არის. არა. იმიტომ რომ წინა ეპიზოდებში 5 გატეხეო, მაგრამ 5 არ მახსოვს ის გავტეხე საერთოდ. წინა ეპიზოდებში ანუ მანქანასთან ამდენი მივედი, სულ ვიღაცა გაჩნდა და ვითომ მეტი მანქანა იყო ეგეც. თან ეს ისა თავი რომელსაც ეხება, soft top-იანი მანქანა. მე მგონი იყო ანუ ისინიც რა, ანუ მეტალის გადასახდელები რო არის თავზე. ესეთი არა, რბილი არაო მეტალის. მე მგონი ეგეთი მანქანებიც არის. ვაი. კაი დროს გააჩერე ხა თორე მაგასაც გადავულიდი. მოკლედ რამდენად შორს არის ფაქტობრივად მივედი. ეს კიდე მე მგონი ის ქუჩა არის, სადაც ბომბი დავდეთ ჩვენ და იმ სერგიოს მაგივრად მისი ცოლი ჩაჯდა მანქანაში, რომელიც მე სამწუხაროდ შემოგვაგდა ჩვენ. მაგრამ მისი მოკლა არც გვინდოდა ფაქტიურად. კარგი, აქ ეხლა ვისნა სახლში მივდივართ, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ სარასთან ეხლა ვიქნებით ჩვენ აქ. ნუ, კარგი მანქანით ვერ მოვიდეთ თლად, მაგრამ არა უშავს. სხვა დროს უფრო უკეთეს მოვიპარავ. კაი, ჩვენი შვილი ეხლა თუ გამოჩნდება აქ, ჩვენი შვილი. საინტერესო იქნება თუ როგორი არის, ან გოგოა საერთოდ ბიჭი არის, ეგეც არ ვიცი. აი? აბა. ამაზე გაიგე რაღაცაო? Heard he was crooked as the day is long. No, გავიგიო. In the paper, he's going to be remembered for fighting to pass the 19th Amendment. Put his whole career on the line for it. ვიზელაპარაკობენ ახლა მართლა არ ვიცი. რომელი იყო ეგო? Women's suffrage, you idiot. Gave me the right to vote. ქალების უფლებებიო, რომელმაც მომცა რომ Gave it to his wife and 6 daughters too. ნუ ქალების უფლებებზე ლაპარაკობს რა, რომ მე ხმის მიზემის უფლება მომცაო. I gotta go to work. სამსახურში წავიდეო. არ მეგონა ესენი თუ ესე მალე დაახლოვდებოდნენ ერთმანეთთან. დაემახსოვრე. You don't want to be remembered for, you hear me? Probably too late for that. მოკლედ ისეთი რაღაცა რაც არ გააკეთო, რითიც არ გინდა რომ დაგიმახსოვრონო და მაგისთვის მეგონი უკვე ძალიან გვიანი არისო. კარგი. რამდენი ეპიზოდი დარჩა? მეგონი დღეს შეიძლება რომ მოვჩი ეს თამაში. დასვენების ისო. არა, დღეს არ მგონი არ ვიცი. აბა, რა ხდება ხა აქ? შვენიერია. Yeah, it's great, boss. მართლა მაგარია, boss. And this is just a taste. ეს კიდე მხოლოდ გემო არის. And a whole shipment of Cameroons. მე კიდე been impounded by customs. ესეთებით სავსე მაგერტი გემიო. თქვენ წახვალთ და მაგას აიღებთ. გინდა რომ სიგარები მოვიტანოთ? რამე პრობლემაა? კლუბებში ამაზე ზამბოს გადაიხდიანო. ნუ მაინც რაღაცა პატარა სამუშაო არისო. ვიცოდი რომ შენ ჭკვიანი იყავიო. ვერაფერს არ გამოგაპარებ შენ. პატარა სამუშაო ზუსტად ეგ არის. სწორედ ესე უნდა გამოჩნდესო. The smuggled diamonds have been hidden in some of the boxes. The feds haven't found them yet. We're stealing diamonds from the feds. მოკლედ ალმასები არის ჩადებული ამ სიგარეტების ყუთებში რა და ფედერალებისგან ვიპარავთ მაგათ. Now, I got a meeting with the mayor at his favorite gentleman's club. ეხლა მერთან ამაქვს შეხვედრაო. But I want those cigars back here before anyone catches on to the real. თქვენ მანამდე სიგარები მოიტანეთ აქ. On უეჭველიო. სანამ ვიღაცა გამოგვიჭერს რა გეგმაში. სანამ წასული ვარ კიდე კაი რაღაცები რაც არის ეგენი არა იყო თუ. აბა. You know about this? თქვენ ამაზე იცოდეთ რამე? Boss and I worked it out last night. მე და ბოსმა გუშინ უმუშავით ამ თემაზეო. ჩვენ რაღაცა გეგმა გვაქვს. I'm not saying it's a good plan. მე არ მომბობ რომ ეს კაი გეგმა არის, მაგრამ არ შევეწირებით მაინც რა დიდი ვარაუდითო. და რა ხდება, ანუ ვიღაცა შიგნით ყავს უნაკაცია? არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ცუდი იქნება, მაგრამ
Cigars are packed in crates. სიგარეტები ყუთებში არა ჩადებილი ჰარბურში. The place will be crawling with security. დაცვით იქნება სავსე მაქაურობა. Force won't work. ხო, Gotta play this one. ჩვენი ძალა ვერ იმუშავებს რა და ჯობია რომ სადამ შვილად იმუშაოთ. Slip right in. უნდა შევიპაროთ ნენელა. And kill the poor bastard driver. No. We'll just scare him a bit. All we need is his paperwork. მატარე ვინც მძღოლი არის იმის მოკლა მოგვიწევსო? და არაო რა, პროცესს შევაშინებთ. Come on. See if we can get eyes on a customs truck down by the docks. კაი, წავიდით ეხაო რა და Just trying to figure out the angle is up. ტვირთ სამწყობი წავიყვანოთ მანქანაო. რას გეგმა, ანუ რა The job needs doing, we're doing it. რაღაცა ფიქრობ ამდენი ხანია. Even for some diamonds. ბოსმა უნდა გააკეთო სამუშაო და ჩვენ უნდა მიხვედოთ მაგასო. We could do serious time. Then let's make sure we don't get caught. მოკლედ ბოსმა გვიცხაო დავალება მოგცაო ესე რომ ვთქვათ რა და უნდა გავაკეთოთ ეგო უოჭოლიო. მეტი რაზე ფიქრობო? Yeah. რაზე ფიქრობო და ცოტა ისეთი სამუშაო არისო ეგო რომ რო დაგუჭირონო ან მოკლავენო ან კიდე ძალიან დიდი ხანი მოგვიწევსო ციხეში ჩავქსვანო. და ძალიან ზედმეტად სარისკო არისო ეგო. ხო, მაგრამ ისე გავაკეთეთ რომ არ იყოსო სარისკო. ნახე რამდენი ხალხი არის ხა კიდე რუკაზე. მე მგონი ნენელა იზრდებიან ეგენიც. All I need is a stiff drink. For Christ's sake. მოკლედ თუ რა მოგჭირდებათ ვინისთან მიდითო. კარგი, ნუ მოკლედ ხა ბოლო ეპიზოდი იქნება დიდი ვარაუდით ამის მერე. ანუ ეს იქნება არა, ჯერ ეს იქნება და მერე ბოლო ეპიზოდი იქნება ის და მოუჩებით საბოლოოდ ჩვენ კიდე მაფია პირველს. ეხლა კიდე წავიდი, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. ჩვენთან შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით.